რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკული კამპანია. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა, საქართველოში თეთრი სახლის ლიდერის შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. არ უზიარებთ არც ჩვენი გუნდის არც ერთ წევრი არ იზიარებს ამ განცხადებებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველდღიური განცხადებები არის მისი განცხადებები, ფაქტი არის ერთი, რომ უნდა დამყარდეს უკრაინაში მშვიდობა. როცა პირველად წაიკითხეთ დონალდ ტრამპის განცხადებას, რაც ზელენსკის უწოდებდა დიქტატორს, როგორი იყო თქვენი რეაქცია? ჩემი რეაქცია არის ის, რომ მთავარი არის რა შედეგი დაიდება. ვოლოდიმირ ზელენსკი არის თავისუფლების, დემოკრატიის და ცივილიზაციის ფარი და მთავარი დამცველი. დიქტატორი არის პუტინი, რომელმაც ყველა ოპონენტი ფიზიკურად გაანადგურა და არჩევნებს მართლა არ ატარებს. დარწმუნებული ვარ, ამერიკელთა უმრავლესობა კარგად ხედავს, ვინ არის აქ მოუდესტლის successful comedian. რას აშინელებაა დიქტატურა? ამას ნათლად ვხედავთ ტრამპის განცხადებების ფონზე. მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური დღეში რამდენიმე ტყუილს ამბობს. უკრაინას 350 მილიარდი მივეცითო, ზელენსკის 4% რეიტინგი აქვსო, ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპაო და ასე შემდეგ. ჭორავს და ლაფს ესვრის ომით გაწამებული ქვეყნის უზომოდ დაღლილ და მაინც გაუტეხილ უკრაინის პრეზიდენტს. მამლა ყინწობს ისე, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებია მშვიდობისთვის. აქებს დაეფერება სისხლიან დამნაშავე პუტინს. ხელს კრავს ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს პარტნიორს, ევროპას. ქართული ტრამპისტებისგან ვისმენდი, კამალა სულედია. აი ახლა ხომ ყავთ ჭკვიანი. კამალა რომ სულედი ყოფილა და ეს დოღრიალა პოპულისტი ჭკვიანი. ამერიკა ამ ფეიქსაც გადახარშავს და მისი ბედი არც მაღელვებს. მაღელვებს უკრაინის ბედი, რომელზედაც პირდაპირ მიბმულია ჩვენი ბედიც. რაც შეეხება რეიტინგებს, ზელენსკი დიდად უსწრებს ტრამპს. ტრამპი როგორც ჩანს პუტინის მიერ სატელეფონო საუბრისას მიწოდებულ ციფრებს დაეყრდნო. ვიცოდი, რაც იყო ტრამპი. როცა პირველად გამოჩნდა არჩევნებში, სიცილით მოუკვდი ამას სერიოზულად ვინ შეხედავს მეთქი. პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ უბრალოდ უვიცი და ხეპრეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ არის ხიხოსტანი და ამ ასაფეთქებლად გამზადებულ შამპანიურებს გაუკეთებენ აქ ხიხოს და იქ კოცის უჟღალეს მიმინოს. მათ მდგომარეობაში ეს არის რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელსაც თავიანთი პატრონები ყავთ და თავიანთი პატრონები ძიმე მდგომარეობაში არიან. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი საზრუნავი არის deep state-ის დამარცხება და ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. საქართველოშიც არ სიამოვნებთ და არიან ძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მათ პატრონები მარცხდებიან. თავისუფალი სამყაროს ლიდერად წოდებული ბატონი ტრამპი, როდესაც სიმართლეს საუბრობს, ახლა იძულებულს ხდიან საკუთარ თავს, ისევ და ისევ ვერ გამოსულან იმ ნარატივიდან, რომელიც ისევ და ისევ გარედან არის მათზე ზემოქმედებული, რომ გალანძღონ ეს ადამიანი. ოპოზიცია ემსახურება კონკრეტულად deep state-ის გავლენებს საქართველოში და ბატონმა ტრამპა ღია ბრძოლა გამოუცხადა deep state-ს და ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებთ და ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაამარცხებს იგი deep state-ს და შესაბამისად ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროპაზეც და ევროკავშირის გათავისუფლდება deep state-ის გავლენებისგან. მათი ანტიქართული ცევა ისე მალე გადაიზრდება ანტიამერიკულში, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება საკუთარ თვალით ხედავს. ანუ მათ დაიწყეს უკვე დონალდ ტრამპის ანძღვა თქვენს თუ როგორი ანტიამერიკულ პოლიტიკას თურმე აწარმოებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. იმდენად არიან ქართველი რადიკალები ჩაფლულები deep state-ის აი ამ ჭაობში და იმდენად ვერ პატიობენ ამერიკელ ხალხს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთეს სწორედ დონალდ ტრამპი აირჩიეს პრეზიდენტად, რომ ისინი მზად არიან ბოლო სიტყვებით ლანძღონ შეერთებული შტატების ხელისუფლება.